დიახ, რა ჩადო პროკურატურამ საქმეში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ შაბათის ეთერმა მოიპოვა საქმის მასალები, სადაც როგორც ირკვევა პროკურატურის მთავარი მტკიცებულება საჯარო სივრცეში გაკეთებული ფარული ჩანაწერი, მაგალითად ერთ-ერთია, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხვდება საკუთარ ამომრჩეველს, ეს შეხვედრა შედგა საჯარო სივრცეში დედაენის პარკში და ეს შეხვედრა არავისთვის არ იყო დამალული, ყველასთვის იყო ღია და სწორედ ამ შეხვედრაზე გირჩიმეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი ნიკა მოციაშვილმა ადგილზევე ამოიცნო სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ აკეთებდა ამ ფარულ ჩანაწერს. ნიკა მოციაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე მათ ამოიცნეს კონკრეტული პირები, რომლებიც მათი გუნდის წევრები არ იყვნენ და ისინი თავს ასაღებდნენ, რომ თითქოს იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ აღნიშნული შეხვედრით, თუმცა მათი ქმედებები მიუთითებდა იმას, რომ ისინი კონკრეტულ ჩანაწერს აკეთებდნენ. ნიკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ ეს შეხვედრა იყო ყველასთვის ღია, მათ შორის იქ იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლები და ზურაბ ჯაფარიძეს, მათ შორის არც ელენე ხოშტარიას არ უთქვამთ ისეთი რამე, რაც მანამდე ტელეეთერებიდან არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება. ხდებოდით ადამიანებს და საუბრობდით ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე, პროტესტზე, როგორი შეიძლება იყოს, რა გზავნილები იყო დასავლეთი, ან სრულიად გამჭირვალე, სრულიად საჯარო იყო ყველაფერი. რამდენიმე იყო სუსიდან იქ მოსული და შესამჩნევი იყო რაღაცა ჯერ ჩაცმულობით აღნაგობით რაღაცა შავებში გამოწყობილი ხალხი იყო, რომელიც ეს საერთოდ შემოერია ამ მასას და რაღაცა იღებდნენ ხან რაკურს არჩევდნენ ალბათ თუ საიდანაც უკეთესი იქნებოდა გადაღება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეხვედრა იყო საჯარო სივრცეში, ეს შეხვედრა იყო ღია და ანონსებული, რომ ჩვენ მოდით ახლა და აი ამ დღეს, აი ამ საათზე შევიკრიბოთ რაღაცებზე ვილაპარაკოთ, ან შესაბამისად, რავი, ახლა არანაირი დასამალი საქმე იქ არ ყოფილა და როგორ შეიძლება კონსპირაციულ რაღაცა შეხვედრა თუ კონსპირაციულ რაღაცა საუბრად გაასაღო საუბარი, რომელიც არის ღია სივრცეში ჩაწერილი. ნიკა მოსიაშვილის გარდა სავარაუდოდ აგენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამ შეხვედრაზე ამოიცნეს ელენე ხოშტარიას თანაგუნდელებმაც. ისინი ამბობენ, რომ ადგილზევე მიხვდნენ, რომ ამ შეხვედრაზე იყვნენ შეგზავნილი პირები, რომლებიც ცდილობდნენ ფარული ჩანაწერის გაკეთებას და ახლა ეს ფარული ჩანაწერი, როგორც აღმოჩნდა, უკვე პროკურატურამ საქმეში დაურთო, თუმცა აქვე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის თანაგუნდელები აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ეს შეხვედრა იყო ყველასთვის საჯარო, მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე აქ საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება თუ რა განწყობები არსებობდა ბრიუსელში, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ის თუ რა გეგმა შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ გადარჩეს ქვეყნის ევროპული მომავალი. მათ შორის ელენე ხოშტარიაც საჯაროდ მიმართავდა ამომრჩევლებს და ესაუბრებოდა არსებულ მდგომარეობაზე. პროკურატურა თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში სინამდვილეში, იმიტომ რომ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოაქვს თვითონ რაღაც საგამოძიებო ოპერატიული მასალა. სინამდვილეში ყველა კარგად ხედავს, რომ არავითარი ფარული აქ არაფერი არ არის, ამაზე ტარდებოდა ბრიფინგები, ამ თემაზე, სანქციების თემაზე, ტარდებოდა მოქალაქეებთან შეხვედრები, იმიტომ რომ საერთაშორისო წნეხი ივანიშვილის და ამ ზოგადად ამ რუსული სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. სიგიჟეში არიან გადასულები, მებრალება ის ვითომ საჯარო მოხელეები, რომლებსაც არის პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში აიძულებენ, რომ ამ სიგიჟეში მიიღონ მონაწილეობა, აიძულებს პროკურორებს, პოლიციის თანამშრომლებს, რომ აი ამ სისულელეებზე ისაუბრონ და რაღაცა სისულელეები თითხნონ როგორც სისხლის სამართლის საქმეს. მათი ეს რაღაცა ისტერიკა და გადადგმული რაღაც რეპრესიული ნაბიჯები, რომ უფრო მეტად გაამწვავონ და ესე ვთქვათ ჩააჭირონ, მეტყოლებს ერთადერთ რაღაცაზე, რომ ბოლო წამების ეტაპები აქვთ, რომელზეც გადაწყვიტეს, რომ ბოლომდე მიიყვანონ იქამდე, რომ თითქოს შეუძლიათ ვიღაცა სახლში დასვან, ესე ვთქვათ, და გარეთ არავინ არ გამოვიდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ ხედავთ ყოველ ჯერზე, როდესაც ამას გადაწყვეტენ და ამ რეპრესიულ მანქანას ამუშავებენ, გაცილებით უფრო მტკიცე, ხმამაღალი და მშვიდი პასუხი არის აქეთა მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე.
დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების თანაგუნდელები აცხადებენ, რომ რეალურად პროკურატურას დასტურდება ამით, რომ არ გააჩნია მტკიცებულებები პოლიტიკოსების წინააღმდეგ და საქმე გამოყენებულია პოლიტიკური დევნის მიზნით, მათ შორის როგორც ჩაბათის ეთერმა მოიპოვა მასალები საქმეში დევს მოწმე პოლიციელების ჩვენებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ჟესტიკულაცია ჩათვალეს, რომ ისინი მოუწოდებდნენ ხალხს გარკვეული არეულობისკენ, თუმცა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულება და რეალურად ახლა ბრალდებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.